თქვენ 10 წელი არ გყავდათ შვილი და შეგეძინათ. ესე იგი, რაც შეეხება ზუსტად მაგ მომენტს, აი ვამბობ და პირველ რიგში დავიწყებ იქედან მოძღვართან როცა ვიყავით ჩვენ მოძღვართან მისული და ძალიან კარგი მთელი ცხოვრება მე მახსოვრება ჩემი მოძღვარის ეს სიტყვები, ლევანი მოდი და ნინი მომისმინეთ, ეხლა რასაც გეტყვით, ანუ თქვენო იმ წყვილის 1%-ში ხართო, რომელიც მით უმეტეს მაგმიზეზითო ძალიან ბევრი ოჯახიო, რაღაც გარკვეული წლების შემდეგ იშლებიანო რა და უფრო მეტად უნდა გაგაძლიეროთო და უფრო მეტად უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიო და ზუსტადაც ესე ვცხოვრობთ, ანუ რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ეგრე იყო, იმიტომ რომ ძალიან გაგებით ვეკიდებოდით ამ თემას. Raga იყო მომენტი, რაღაც შეიძლება ნინისთვის კიდე უფრო სენსიტიური ყოფილიყო, იმიტომ რომ ადამიანების ინტერესი მოდიოდა ყოველთვის, რომ რაღაცა კარგი წყვილი ხართ, არ ვამბობ ცუდს, არავის არ მიყვარს მე ცუდის ლაპარაკი არც ერთ პიროვნებაზე. ყველას ინტერესი იყო რაღაცა შვილი ყოლოდა, მაგრამ ეხლა ყველაზე მეტი ინტერესი ჩვენი იყო, ხო? ალბათ იმათაც წრფელად გულწოდოთ, რომ შვილი ყოლოდა. ამ მომენტსაც უფრო ვეფარებოდი კიდე და ნინისთან უფრო ღიმილით მიმქონდა რაღაცა, რომ ყველა და პირველი გაძლება ჩვენი ის იყო, რომ არასდროს იმედი არ დაგვიკარგავს, რომ ჩვენი შვილი არ გვეყოლებოდა. გამორიცხული იყო ერთი წუთი მიზანი და მიზეზი ეს იყო ალბათ. რომ არასოდეს არ დამიშვია ის მომენტი, რომ ეშვილი არ მეყოლებოდა და ჩვენ შვილი არ გვეყოლებოდა. ნანატრი შვილი, ესე ეძახიან ხოლმე. ნანატრიც არის და ნანატრი ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ შეგვეძინა შვილი ბიჭი ნოე, რომლის დაბადებამ, ანუ მთელი 10 წელიწადი ჩათვალე დაკარგა, ამოაყირავა თავიდან ბოლომდე და ჩვენი ათვლის წერტილი უკვე იწყება 4 წლის ხდება, ეხა 24 თებერვალს ნოე და იმდენად დიდი ენერგეტიკა, სიხარული, ბედნიერება შემოიტანა ყველა დღეს მადლობელი ვარ ღმერთის ყველა წუთის და წამის. თუ რამე ბედნიერებას უკავშირდება, თუ რამე სიყვარულს უკავშირდება, თუ რამე წარმატებას უკავშირდება, ნოეს დაბადებიდან მოდის ეგ ყველაფერი. მითხარი რომ ეჭვიანი არა. სიმპათიური, ცნობილი. აი, ნახე, თუ ეჭვიანობს, ესე იგი უყვარს. რატომ არ ეჭვიანობ? თუ მომცა საბაბი როგორ არ ვიეჭვიანებ? ვაიჭვავს საბაბს. როგორ მახსოვს? შეყვარებულ გაგიმხელხათ პატარა საი არავინ არ იცის. მიხარი გაწით და ზოგადი არ არის არა შეყვარებულები და ეს კორპორატიული ნომრები ხო მქონდა ამასთან ერთად მქონდა მეორე ძველი ნომერი დარჩენდა და ეს ერთ ტელეფონში ორი ნომერი გიდევს ის მომენტია და მოვიდა ლევანის SMS-ი ძველი მეგობრისგან და ეს რო წავიკითხე იმდენად გაუბრაზდი ხო აი იმ დონეზე გაუბრაზდი რომ აი იმ დღიდან ლევანი მის ნომერი გამოცვალა და გადააგდო სხვა გზა არ ქონდა შენ თუ ხარ ეჭვიანი არც მე არა ვარ ეჭვიანი და აი ზუსტად მაგას ვამბობ მეგონა რომ ეჭვიანი ვიყავი იმას ვიტყვი აი ზუსტად მანდ მივდიო